გამარჯობა რუსიკო. გამარჯობა ნანიკო. როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ახარ? მეც ძალიან. მივესალმოთ ჩვენს YouTube მაყურებელს. გამარჯობა YouTube მაყურებელო. სალამი და მომწონს რომ მალე მატულობთ და სხვათა შორის როგორ იქმაყოფილი ხარ ჩვენი თავებით? აი გეტყვი როგორ იქმაყოფილი ვარ. ჩემთვის ჯერ ძალიან ახალი იყო თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, ვერ ხვდებოდი, აი პატარა ბავშვით ვიქცეოდი, რომ 9-ზე ძილის დრო რო აქვთ და უკვე 11-ზე რო იგზნებიან, აი დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვიყავი და ხო დაგის? ხო და ეხლა უკვე დავჯექი. ხა უკვე ჩამიჩილა უთდი? კი. სანამ დაინტერესდებით, სანამ იქ ისტერიკას ატეხავს იქ რა აკრია რუსკასო. გადაჭექი იყო. გეტყვით რომ კი? რა არის? მუწუკები მაქვს. ვარსკვლავის ფორმის. ვარსკვლავები დავაწებე რა. ვარსკვლავები ამოვიდა ლოყებზე. არ მიყვარს და მულიაჟები იყიდება სხვა ცურის და ძალიან მოწონს. სხედა ნერვიული ხალხი და იმ მულიაჟებზე მუწუკებს რომ ბიჟლი ტავენ. აი აქ კაი. შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა მულიაჟის საწინააღმდეგო კრემის. კი. და თქვენ დააგვიანეთ. ხო. ერთმა YouTube-ის არ ვიცი. დაგვიწერა რომ გცივათო? კი, გცივათ ძალიან. სიფუნფულეები დაყარეთო. ისი რებიო? სიფუნფულეები. სიფუნფულეებიო და ამაზე მეტი სიფუნფულე რა გინდათ? ხო, მოკლედ, კაი, დაჯექი რა შეადგილას რა. მე ვარ წიკიანი, ხო, შენ წიკიანი ხარ, სადაც? კი, ვიცი, მეც წიკიანი. გავიშალოთ, მოდი გავიშალოთ. გაიშალე, მან ხო გითხრა. აჰა. კაია ესე? ხო. ხო იცი ესე მარი რა არის? მოკლედ. მეგობრებო. ეხლა ვისაც გეცინებათ. ჯერ არ დაიცინოთ, იმიტომ რომ მაგარი თქვენ. პრებს ვაკეთებ ამჯერ. ოკეი და მე ხახო საშინლად მიდრეკილი ვარ უკვე ამ ადამიანს და მიშველეთ მეც ამ მე მომწონს ეს ყველაფერი. ხო და აღარ მინდა შემოვიდეს ორი ბიჭი რა. შემოვიყვანოთ? კი. მოიცადე, სანამ შემოვიყვანო. გთხოვთ რომ ამჯერად. ამჯერად ვიღებთ იმას, რომ სახლში ვართ. გვიყვარხართ? გამარჯობა ნინოც. გამარჯობა სამი. როგორ ახარ? კარგად. აი ხა მოწონს რუსკასთან სახლში რატო ვართ? იმიტომ რომ უპატრონოები ვართ და არ გვაქვს გადასაღები ლოკაცია. გადავწყვიტეთ რომ ის ტრენდები, რომლებიც გვევასებოდა და რომლებიც მოგწონდა და არ გვყავდა ერთმანეთი იმ პერიოდში რომ გადაგვეღო, დღეს გადავიღებთ ყველაფერს. მადლობა ნახვამდის. ამ რუბრიკას თუ ჰეიტერი ყავს, არის მხოლოდ და მხოლოდ მასში პრობლემა. თავისთავად. გინდა ჩუმისა? არა. ჭიდაობა ჩუმად. ეს ყველაფერი ხდება მანამ სანამ რუსკას წინავს. იცი რა მოდი გამიხოთ ჩვენი პირველი ორი ეპიზოდი განვიხილოთ. არა, ხო, მეც მეზარდება. მოგესალმებით მეგობრებო. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ მარცხის ჯემის. ხო და აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი ნამცხვარი, მაგრამ თქვენ გონზე არ ხართ რომ ჩვენ სპონსორები გვინდა. უკვე ვეუბნები, ისეთი ნატურალური პროდუქტია ზოგადად, რომ ჭამითაც ხო გემრიელია, მაგრამ სახეზეც შეიძლება შეიზილოთ. დაგვასპონსორით. რატო? დაართული პასუხია. და მე ვიცი რომ შენი პასუხი იცი. მომილოცეთ ჩემი ხელფასით ვიყიდე მანქანა. ეს მეც ვნახე. 3 2 1. იმიტომ. წავედით? დიდი ხანი ვერ ვზივარ, აღარ მინდა. კიდე ჯეირანი რუსკასთან შესვლაზე. და გვერდზე მიწოლაზე. ჯეირანი. შედი.
ცოცხალია დავატარებდა. დღეს ჩვენ რა ვქენით? არაფერი. აი lazy day ხო შედგა, მაგრამ daisy lay ხო შედგა. daisy lay შედგა. ეს რო ის ვიდეო რო არის. ის ვიდეო რო არის. რაღაცას რო იტყვიან რა, რო აი იცი რატომ არის ფილოსოფია. ექსპერტები. ფილოსოფია. მართლა სერიოზულად მინდა კითხო. 2 ხიტყეა. ბიჭო, მომდა არა. რატო? დადი ფილოსოფია. აი შეხედე 2 ხე. ხო, რასთან წარმოიდგინე. ხო. აი, რანაირად არის ტყე? აი ტყე, რა პონტია? ისე მართლა. ისე რა არის კიდე? ოიც, ისე. ნილს. გამისაიტარია. გამისაიტარია. გაზე ჩამოყალიბებას გვიჭირს. რაღაცა ვქნათ. კაი, მოდი ვქნათ. მოდი. მაგარი ასე. რომ ეს ტრეკი რომელსაც აი obsessed ვარ, აი მართლა, აი დაობსესებული ვარ. სრულიად obsessive compulsive აშლილობა მაქვს ამ ტრეკის ფონზე. ხო და დღეს მოვიყვანეთ აი ძალიან მაგარი სტუმრები ხა? ხო და ეხა შევავლეთ. Sarotaria. ნახეთ რა სტუმრები ყავს. ჩემი აზრით ყველაზე მაგარი. ყველაზე ესეც მოვა ჩვენთან სტუმრად, ეხლა ვინც მღერის. არა? იმედია. ხო? დიდი იმედია. Tu bodishi მე როგორ არის? Budu saxi she momishi Partie tu bodishi Budu saxi she momishi საბადა მიკანო არიან ჩვენი სტუმრები. ჩემს ცხოვრებაში არსებობს 3 ლევანი, ლევან პირველი, ლევან მეორე და ლევან მესამე. და დღეს გათენდა დღე რომ 3 საბა მყავს. საბა პირველი, საბა მეორე, შეხარ პირველი. საბა მეორე, აი უკან დგას. making of it და საბა მესამე, რომელმაც დილას ყავა დამახვედრა. მე წავიდეთ ბოდიში სტუმრებთან. ნანიკო, შენ ხარ სიყვარულის, ბედნიერების, ჩახუტების და უსაზღვრო ვნების ქალღმერთი. ალბათ ძალიან ბედნიერი ამ გზავნილით. ეს ადამიანი რო ყოფილიყო, რამეთი მაინც ჩემთვის შესაძერისი. არის 12 წლის, არის დედასკეფიცები. მოდი აღარ გავაგზავნო. მოდი გადავიდეთ ჩვენს საბაპიროებად მაგათვით. ერთხელ ამას წინათ, მოკლედ, დავდე ტრეკი ჩემს Instagram გვერდზე. და ვთქვი რომ მეთქი მოისმინეთ თქო ახალი დადებული იყო ანუ საბამაც მომწერა რომ შენო საიდან მიაგენიო და მეთქი მე ყველაფერი ჩემი რუსკას ისეთი ყნოსვა გაგიჟდები დავდე და ესე დავაწერე რომ მეთქი გასმენიებთ ახლა ძალიან მაგრა ტრეკს თქო და მადლობები მერე იყოს თქო და მადლობები წამოვიდა არ მე იმას კი არ ვამბობ ჩემს საყურებელს რომ მე რაღაც საოცრება ვქენი მაგრამ მადლობა პირიქით ჩვენგანაც მოდის ეგ არა ეს ყველაფერი იყო იმისთვის რომ თქვენ გეთქვათ დიდი მადლობა იმიტომ რომ რუსკა არის ერთ-ერთი ქართველი ინსტაგრამის პატრონით როგორ თქვა რომელსაც ყავს 9 მილიონი ფოლო და ეს რომ გაგაზიარებთ მეგობრებო ნიშნავს რომ აი ესეთი საჯარო მადლობა რუსკას მოწოს ძალიან კარგი და გემოვნებიანი და ეს არის აი ძალიან კარგი აი რაღაც ფანტასტიკა არის და ძალიან მაგრა ხართ რა მიკანო ძალიან მაგარი ხარ და მიხარია რომ დღეს ჩვენთან მოხვედი და დღეს მიკანო არის იმის მიკანო იმის არც ლაპარაკობს ლონდონ სტაილზეა ანდრო სტაილზეა ჩვენი ანდრო სტაილზეა არა აი თავისი სტილი აქვს შეხედე რაღაცა ცოტა ისეთია რა ბრუტალური თან იდუმალი ბრუტალური ხო ხარ და თან ლამაზი მე მგონი საერთოდ არ ეცინება და მე ჯობია ისე საბას შემოვტრიალდე ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ რაღაცები მოდი დავიწყოთ აი რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში და აი მე რუსკამ გააზიარა ყველას მოეწონა და დღეს აქ რუსკას რო გააზიარა და მაინც ძალიან მაგარი მე მინდოდა რომ FIFA ჩაეწერა მიკანოს რა PlayStation-ში
და ეს მივედი პიანინოსთან და მუსიკალურად უხსნი რომ მარადონა, მესი, პელე. აი უმღერი რომ აი გთხოვ ჩაიწერე FIFA რომ მე ერთად ვითამაშოთ. და მე მივხვდით რომ ეს მარადონა, მესი, პელე მაგარია. ხო, მარა ლოჩოშვილი და მიქაუტაძე მაგალითად, ბუდუზივზივაძე მაგალითად, კიდე არ მახსოვს. ყვარა მაგალითად, კიდე. რას გაჩვენა? ეგ უფრო მაგარია რა. ძალიან კარგია. მაგარი ჰიმნი რაღაც ესეთი თან აი გემოვნებიანი, მაგრამ აი ხა ჩაუწოდა ფეხზე დაასვა. ეს დღევანდელი ხო, ჩაუწოდა ფეხზე დაასვა და რა იყო იყო რომ აი ამაში რომ გადავედით რა. ჯერ იყო რომ პორტუგალიას რომ მოუგეთ 6 ხარული. და რაღაცნაირად მე მახსოვდა რა. ოღონდ აი როცა მოუგეთ 26 26 კი. როცა მოუგეთ მე ტრეკი დავწერე მეორე დღეს. ან ჯერ კიდე ემოციების ქვეშ ხარ. ტრეკი არა, უბრალოდ ეგ ფრაზა რომ არავის არ ეგონა რომ მოიგეთ, მაგრამ მოუგეთ პორტუგალია. ეგ ფრაზა რა. გიждები. და მე გამოუშვით სადღაც რამდენიმე თვეში რა. ხო. და რასაუბრობ შვით მალევე? ხო და მალევე ვერ გამოუშვით. თვეებშიო, ეგ არის, მაგრამ მაინც გვახსოვს რომ პორტუგალიას მოუგეთ და ხო და უიწყარი ლეგენდარული მომენტია მართლაც. კაი და ნიკანოს ხმა რო გავიგო შეიძლება რამენაირად მიკანო ლამინორი მოგვეცი ნიკანო მართლა გამარჯობათ. გითხარი რა, ჩვენ კი ვიცით ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენზე ყველაფერი ისედაც გავარკვიეთ რომ ცოდნო და მაინც გვეცოდინებოდა. იმიტომ რომ რაღაცა ფანტასტიკური ხარ თავიდან ბოლომდე. ჩემი აზრით, ეხლა რომ მოხვედით ან დაგინახეთ, აი ეგ თან ისეთია 7 არის გაწონასწორებული მართლა ბოდიში ჩემი იუმორი შენთვის თუ მიუღებელი იყო რომ ძალიან შემოვედი შენ სივრცეში, მაგრამ აი ხმა გავიგე. მითხარი რა საკეთებ როგორ ახარ და სად ხარ? კარგად ვარ. ეგ არის თავარი. თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად 2 წლის წინ. საიდან? ნიუ-იორკში დავიბადე და იქ ცხოვრობდი. 2 წლის წინ გადმოვედი და დავიწყე ამ მუსიკალური, იქ აუდიოზე ვსწავლობდი და გადმოვედი აქ და გავიცანი, ნუ საბა. საბა პირველი. ასევე ზურა. აჰა. ბიჭები გავიცანი და დავიწყეთ მუსიკის გაკეთება. და ნუ ამ ტრეკზე ესე მოხდა რომ რაღაც მაბავდა რომ PS5 იყიდეო, FIFA ჩამოიწერე, ვითამაშოთ და თამაშიც დაიწყეს და სად მოვიდნენ. ხო, მე არ გიждები თამაშებზე რა, რაღაც დრო მენანება თუ რაღაც მაგაში და ჩამოყალიბდა ეს იდეა რომ თამაშობს, შინაგანი ძალა ეძახის, რომ გამორდება. საშინელი კაცი ხარ, რა ხარ საკეთ და ვერ თამაშობს რა. ხო და ეს სიმღერა ავტვირთეთ თავიდან, ნუ როგორიც იყო და მე ნინი დაუკავშირდა საბას რომ აუ ძალიან მაგარიაო და ნინი თვითონ დაგირეკა. ხო, მეც მინდა. ანუ რუსკამ გაგაზი არა, ნინიმ დაგირეკა. მე საბა პირველი დაგარკვე. რეალურად იცი რა იყო, ჩვენ რაღაცა სხვა ტრეკი დავდეთ მე საიდ პროჯექტიდან რაღაცა რა უღელავ ეგრე ქვია და ნინის ეგ ტრეკი გაუსწორდა. მომწერა რომ რამე ხო არ გავაკეთოთ და ჩვენ ეს ტრეკი ვაჩვენეთ და რა თქმა უნდა ეს ტრეკი რა კარგია. კარგი რომ მეც ვღერო. და თავიდან ბერლინიდან ჩაწერა ვოკალები. ხო, ნინი? ხო, იმიტომ რომ არ იყო აქ. მაგრამ დღეს ხო პრობლემა აღარ არის, თუ გინდა მთვარეზე წავიდა იქიდან ჩაწერა. მან პრაქტიკაში პირველად ეხა გამოვცადეთ რომ აღარ არის ეგ პრობლემა. გასწო რა პრაქტიკა, მაგრამ გჭირდება მისვლა სადღაც. არაფერი არ დაგჭირდა, იმიტომ რომ თვითონ შევიდა სტუდიაში, ჩაწერა ვოკალები, გადმოგვიგზავნა მასალა, გასუფთავა ალბათ და გამოგიშვათ, ხო? არა, სხვა შორის არ ჭირდება ნინის ხმას ეგეთი გასუფთავება. მაინც არ ჭირდება. ანუ ასე ჭირდება დასუფთავება და გასუფთავება. არა, ნინის ხმას მართლა არ ჭირდება. აი, ნანახი მყავს რეარ ესე არაფერი რო არის მის მიკროფონთან როგორ მღერის და რა უნდა გაასწრო. რაღაცა მეც ნანახი მყავს, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. ჩუმი გაწონასწორებული მშვიდი და ვერცხლის წყალი კი არა და ჩანჩქერი. რანაირად კონტაქტობთ ერთად? რანაირად გატარებთ ერთად? ეს უმაზრავს საჭიროა. კარგად გონია რომ აი ეს ბალანსი, აი ეს აბალანსებენ ერთმანეთს რა. ნიკანო არ არის რთული, აი ძალიან ისეთი ენერგიის პატრონია. მართლა ცეცხლივით არის. კი, მაგრამ ნუ უგებთ ერთმანეთს. ნიკანო მიყვარს. მეც მიყვარს ძალიან. ტრაკი. ამითი გაგვანებილებთ თუ იქნება კიდე რამე ახალი და საინტერესო და მაგარი? აუცილებლად იქნება ახალი, იმიტომ რომ სამივენი ისე ვახტაცებულები ვართ, რომ კიდე ახალი პროექტი გავაკეთოთ. ანუ გააკეთოთ, ანუ მზადებაში ხართ თუ პროსტო ფიქრები გაქვთ პროსტა ბოდიში? მიკანო თქვის რა პროექტის მზადებაში ვართ ეხლა. აბა მიდი მოყევი ექსკლუზივი რუსიკოდან ანიკოში.
ხო და და მედი დაჭეკი. ესე, ნუ მე და საბა ხა ვაკეთებ რაღაცებს. ნინისთან ფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაცა კიდე ახალის გაკეთება, რაღაც ჩანაფიქრები არის. ეხლა ვაკეთებთ ნოდარიკოსთან ერთად ახალ ტრეკს. ეხლა სულ იმენა ეხა მოხვალ ჩვენთან საღამოს ნახე ყველაფერი გვაქვს ინსტრუმენტები გვაქვს სცენა აი ნახე ჩვენ იმ კუთხეში გვექნება აი რაღაც ძალამაზი. მოხვალთ მაგრამ მოვად ისიც როგორი ლაივები იქნება? ხო როგორ ის უფრო ზაფხულის შეგრძნებებს ზაფხული მოდის ხო და ზაფხული მოვიდა რა ცოტა დარჩა ერთი ორი კვირა გავიყინები. ხო და ჩვენც აი ძალიან ცოტა დაგვრჩა აი ალბათ მასტერი და შევაკეთე ნიკანა აი ნიუ-იორკში არ აპირებ უკან წასვლას ხალხი ცდილობს რომ გაყიდოს სული რომ იქ იწყოს ეს ადგა და პირიქით ქნა ხო პირიქით ქნა და მასში აი მართლა სულს ყიდია რომ იქ მოხდნენ მე პირადად არ ვიცი რატო არ მაგრამ მაინც კი, ნუ ჯერჯერობით აქ ვარ. ჯერჯერობით აქ ხარ საქმე. კარგად არის რა რა უნდა ძალიან როგორ ყვარებია ლაპარაკი? ხო და თამაში გვაქვს თქვენთვის მოფიქრებული, რომელიც ჩვენ არ მოგვიფიქრებია. მოიფიქრა აი მან ვინც კარნახობს მარიამმა. ოღონდ საიდუმლოს გეტყვით რომ თამაში რო წავიკითხე, ნუ ვიფიქრე, კაი მე ბებერი ვარ უკვე ავწთი რაღაცებს, რუსკას იმედზე ვიყავი. და რუსკამაც რო წაიკითხა და რომ კითხა რამე გაიგეო და ან თამაშობთ რაღაცას, რის აზრზე არ ვართ არც ერთი. აი ესე ქვია თამაში. ლუკი ტრეკად. ლუკი ტრეკად. ლუკი ტრეკად ძალიან ლუკი ტრეკად. ლუკი ტრეკად. მოიცადე. მე ვიცი ეგ თამაში იცი? კი აბა მიგი. ანუ ლუქს აყალიბებთ და მე უნდა გამოიცნოთ რა ტრეკია. ნუ რაღაც ჩამოვაყალიბოთ შედვართ აგერ ორი საათი ჩამოყალიბებული. მაშინ ჩემომხედეთ მე. მეც. ჯერ მე. კაი, ჯერ შენ. ხო. რა ტრეკი ვარ? ჩემი აზრით შენ ხარ გზავრების წერილი. წამომთვალე? არა. აბა მე შევგენოში არ უნდა. საბა. აუ დაახლოებით საბა მე ხარ როგორი პასუხი გაქვს აი წინდებს მაინც დახედე. ჩატ აი ტვინი წავიღე მე და რუსკას ფოტოებს ვდებ და ვაგენერირებინებ ხანძეგლებად სადღაც და რუსკა იქ ყოველთვის არის აი ამ გამომეტყველებით ზუსტად არა კაი ნანიკო გავიოთ ეს თემა ნანიკო რა ტრეკია. მე ცოტა მცხენია რომ ავდგე დამშტარმა ავიღო მიკანო შენ თქვი მე შენ თქვი მიკანოს არ თქვი რა ტრეკი ვარ. მიგანო მე ვიტყოდი სადღაც უფრო არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ჯანგო გამახსენდა. აუგონდ რეინჰარდ. შენ ცოტა ბიორკი აუ ეს ძალიან რაღაცა ხედა. ვატარებ ამ ენერგეტიკას აი ჰეილო თუ რაღაცა არის. დინჯი ადამიანია ხო, დინჯია. შეიძლება ძალიან ხარტია ტვინში ამ თავის საქმესთან მიმართებით, მაგრამ დინჯია. რამდენი წლის ხარ მართლა? 25. ღმერთო ჩემო. შენ მე 25. ციტკნები არის. ციტკნე კაცები. მე გავჭუნდე. ნიჭიერები ოღონდ ძალიან. კაი. კონცერტი იქნება? აი ისეთი კონცერტი რა, რომ მოვიდეს და ესე რომ ვიყვირო. თუნდაც პატარა. კი. კონცერტი ხო მოსაფიქრებელი არის. ზაფხულში არა? ზაფხულში არის დაგეგმილი ოფენი არის. ოფენი არის ვიცი, ან პაატა ბურჭულაძის მერე გამოდიხარ? და კიდევ ვიღაც მერის დამაუწყდა პაატა და ვიღაც მე გია რომელი აღარ მახსოვს აფიშანახე. მერაბ სეფაშვილი მგონი. კი. ეგ სწორია. მერაბ სეფაშვილთან ერთად გამოდიხარ. გამოდიხართ და რას ფერით? ზღაპრის ბოლო. რას ფერით მაგას ეხა ვერ ვიტყვით. მე მგონია რომ ბუმი იქნება ზაფხულში თქვენი ან უმძიმესი ბუმი იქნება თქვენი. აი ყოველ წელს ხო არის ხოლმე ბუმია, იქ ჯანგოს ბუმია, ხოლმე იქ ნინის ბუმია, იქ გიგაშას ბუმია. აი ახლა ზაფხული მგონია რომ არის თქვენი ბუმი. კი. ხო, მაგრამ თავარია კი, დააციეთ მაგრამ. თავარია ბუმი არა, თავარია შენარჩუნება. ხო. აიგე? ბუმის შენარჩუნება. ბუმ-ბუმი. ნიუ-იორკში რა ქნეს, რა თქვეს ამ ტრეკზე? იქ ეყოლება შენ დიდი community. ნიუ-იორკში მუსიკალური და არა მარტო. ქართველებს რა თქმა უნდა რა ნუ მოეწონათ. მაგრამ ამერიკელი მეგობრები ვინც ყავს იმათაც მოეწონათ რომ რაღაც ცოტა Dr. Dre რაღაცა ხდებაო და ესე იძახდნენ ტექსტი ვერ გავიგეთო, მაგრამ ძალიან კარგია. არ ხმა აქო ისეთიო იმ ვიღაცასო. შენ ხო მღერი? მე მღერი თავით. მიკანო შენ? მე ვარ ძალიან უკან back vocal-ებში. სადღაც ის სხვა მე საპორტი როლი მაქვს. ხო. აია. ქუთაისში რატომ მიდიხართ ახლა აქ და სად გადიხართ? ნინკა და ქეუ ჩამოდიან და უნდა დავხვდეთ.
ვინ? ნიკა და ქეო. მეგობრები. ჩვენი მეგობრები ჩამოფრინდნენ მილანიდან და ჩვენ უნდა დავხვდეთ. შეყვარებულები? არა. ყავს? არა. რატო? არ გინდა რომ ყავდეს? შენ? არა. კი, ძალიან მინდა რომ ყავდეს. მე? რა შეცხეთს? კუკუებო, ვისაც საბაბოწონ, აქ ამონახება, აქ ამონოთდება საფას ნომერი. ხელს მიშლის ის რომ არ მინდა რომ ყავდეს. აბა ჯერ მინდაო, მე არ არა, ვიღაც მოდა რა, ესეც ხო ხტები, აი, მე ზუსტად ვიცი რა ურთიერთობა უნდა. ანუ გასაბერი რობოტი ხალი ვით არ ვიცი, რაღაცა კიდე პრეტენზია არ არა, ქონდეს. გასაბერი ხალი. აი, ვინი რო არ მოე მაგითო თქვი გასაბერიან რობოტი, რომელსაც არც ლაპარაკი ეწოდინება, არც არა, ლაპარაკი ეხა საჭიროა. ყვარებია ვინმე ისე? მართლა? მერე იმას არა? შენ ყვარებია ვინმე ძალიან? კი, აუ რა მაგარია რა? კი, მაგარია ძალიან. მართლა უდიდესი პატივისცემით ვარ. გიჟდები აი, უბრალოდ ძალიან მეწყინა 25 წლის. პატივისცემით მოეკეთე. აი, მე მიყვარს თქო ვიძახი და რა გავაკეთე. არა ხო? მე ორივე მიყვარს. რანაირად ვიქცევით ვაფშე ორივე პერიკა. აკეთა ნინუცაც იგივე დღეში. ნინუცაც ნინუცაც შეუყვარდა? მიკანა შეგიყვარდა ხო? ანუ მიკანო და წეწმაგრეჯო. საბა, მოდი საბა შენ მაინც გვიშველე. ჩვენ ტრეკზე რა სიტყვით? ჩვენი ტრეკი რა, მოგეწონა, მოისმინეთ? თქვენი ინტრო ტრეკი, კი, ძალიან მაგარია. მოგეწონა. ლუკა კიტიაშვილი. ხო, ლუკა კიტიაშვილი კი. ხო, კარგი მუსიკოსი. საბინდალიკუნამ დაწერეს მუსიკა. კი, მე რომ მოვდიოდი, ცოტა ვიღინებდი, კი, მომეწონა. პერსონალი ტრეკიც იქნება. გაიგე? აქ დავკაწრავთ. არ კიდე ჩვენ შემოვერთთ და სრულფასო. კი, ჩვენ უფრო მაგრა გავაკეთებთ. ეს მგონი. Drop the mic. ჯინჭერც Drop სიტყვაზე. the mic. არა თამაშობ სიმართლე თუ მოქმედება. ნუ აი საბაზე გიждდება ყველანაირი შენ ის. სულ შეკითხვას, ესე ხო? კი. ყველა წესით ჩემზე უნდა გაჩერება. აჰო! მე ჯერ უნდა დავუსვი სიმართლე თუ მოქმედება, მიკანა სიმართლე თუ მოქმედება. მოქმედება. კაი, მაშინ მოქმედება თუ გინდა გეტყვი მოქმედებას. მედი. პლენკი გააკეთე ძმაო, 1 წუთი. 1 წუთი სხვა მოქმედება იყოს. რატო რა უნდა? რა უნდა? რთულია? მე შეგააკეთე. მაგრამ შემოდი და ისე გააკეთე, მან რატო გააკეთე? რამდენი წუთი? 1 მოიცა 1 წამი 1 წუთი მაგას მეც გავაკეთებ. გააკეთე? 1 წუთი გააკეთე? მიკანოს მაგივრად ჩვენ ვაბარებთ. გაიგე? ნახე რა ამბავია მიკანოს მაგივრად აბა. ჩაირთო. სამი, 2, 1. აი გოგოები ხარ. ეს კიდე შეგვიძლია რომ გაიგე? ეს ყველაფერი ის გამოხდება, ისეთ მიკანო მარჩაბარა და გოგოები შემოცვიდნენ. ანუ დავიქრაშეთ გოგოები და მის მაგივრად დაშავა. ეგრევე გაწყვეტ. ხო და ესე მეგობრულად დავარასკლადეთ ყველაფერი, ხო და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. უღრმესი მადლობა რომ მოხვედით. საბა მიყვარხარ მიკანო, მიყვარხარ და პატივს გცემ. ხო მოგეთ, ხო გესმით ჩემი ხმა. ანუ აზრი არა. მადლობა რომ